ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს როლეს თუ თავად სცადა თვითმკვლელობა, არც ერთი ვარიანტი არ არის ხელისუფლებისთვის სახარბიელო, ორივე აგდებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ეს ძალიან კარგად იცის ირაკლი კობახიძემ. წეღანდელ მის განცხადებას რო უსმენდი, გამეცინა სიმართლე გითხრათ, ეხლა აქ მოვძებნე უცებ გვარები, ანუ ჩვენო არ ვერჩითო, არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო. რიჟვაძის წინააღმდეგ ესო მედია ერჩისო და რა ვიცი, კობახიძე არ იყო ხელისუფლებაში, როდესაც რიჟვაძის წასვლის მერე არჩილ ჩიქოვანს ბათუმის არჩეულ მერს დააწერინეს განცხადება, იმიტომ რომ რიჟვაძის კადრი იყო და ათქმევინეს რომ წავალ თანამდებობიდანო. ლევან ზოიძეს ქობულეთის მერს ასევე არჩეულს ათქმევინეს რომ წავალ თანამდებობიდანო, თუ არ ერჩოდნენ ვის დააჯერებენ დედამიწაზე რომ არჩეული ადამიანები თავისინებით მიდიან თანამდებობიდან. ასევე აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროს თინა ზოიძეს, რომელიც ასევე ცალსახად რიჟვაძის კადრი იყო, ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაცა შავაძე და ასე შემდეგ. ეს რაც მსხვილი ფიგურები მახსოვს, რა თქმა უნდა, დაბოლოებრივ რგოლებშიც იყო ეს წმენდა, ხო? ანუ ვის ატყუებენ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ რიჟვაძის წინააღმდეგ ბრძოლა გარდა იმისა, რაც ჩვენ არ ვიცით და ზედაპირზე არ ჩანდა, მიმდინარეობდა ამ ფორმითაც, ანუ მის კადრებს პოვდნენ ყველგან. თუ არაფერს არ ერჩოდნენ, რა ვიცი, ან მამამისი რატო წავიდა თანამდებობიდან, რომელიც ამდენი წლის ძალოვანია, ან თავად თორნიკე რიჟვაძემ რატო გადაწყვიტა უცებ მოულოდნელად წასვლა, მაშინ როცა რიჟვაძის გარეშე არც ერთი პოლიტიკური ივენთი არ ტარდებოდა თბილისში, ის თუ არ ჩამოვიდოდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ხო? ყველამ ვიცით პარტიაში. ამიტომ არაფერი არ ხდება და ეს მედიისგან გაღიზიანებულმა ადამიანმა თავის თავს ესროლა, ანუ არ არის ის ამბავი, რომელსაც მე მგონია, რომ არც ქოცები არ დაიჯერებენ. ამიტომ ყველა ის წინადადება, რომელსაც ახლა ისინი წარმოთქვამენ და გვაბრალებენ ჩვენ მედიას, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მართლმორწმუნე ქოცებისთვის, რომლებსაც ისედაც ჩვენ ბუები ვგონი ვართ და ყველაფერს ტყუილს ყვებით და მხოლოდ იმედი ღაღადებს სინამდვილეს. ანუ მხოლოდ მათთვის არის ჩემი აზრით ეს მესეჯ ბოქსი გათვლილი, იმიტომ რომ სხვა ყველა, ვინც ხედავს რეალურად რა ხდება ქვეყანაში, შეუძლებელია მას დააჯერო, რომ რიჟვაძეს ხელისუფლება არ ერჩის ახლა და ჩვენ ვერჩით მედია. ხო, ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთე ხა შენ, მაკა, ეს ჩამონათვალი როგორ გაუშვეს მომენტალურად მასთან ერთად და არ უნდა დაგვაუწყდეს ალბათ ის, რომ თორნიკე რიჟვაძის გაშვება დაემთხვა ლილუაშვილის, ღარიბაშვილის და ამ ცნობილი უფრო ბობოლა ფიგურების გაშვებას, ხო? პარტიული თუ ისე რაღაც სისტემური თანამდებობებიდან. მოდით, არც ერთი განსხვავებული კითხვა პირველი არ მექნება. ყველას მინდა კითხოთ, აი რა გიჩვენათ, გელა რეგიონებში განსაკუთრებით